ჩამჩირიდან ვარ, პეტერბურგში ვცხოვრობდი, მაგრამ აი როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ, შინაგანი პროტესტი მქონდა, ეხლა ალბათ როგორც ყველა ქართველს, ესეთი მასშტაბები თუ ექნებოდა ამ ჩემ წამოწყებას ნამდვილად არ მეკონა. პატარა საკონდიტროთი დავიწყე, ეგ არ იყო მხოლოდ საკონდიტრო, იყო საჭმელი, საცხობიც, საკონდიტროც, ამიტომ დავარქვი ასორტი, ყველაფერი ერთად და მე ესე დროთა განმავლობაში განვითარდით. დღემდე აი მოვედით ჩვენი შრომიდან გამომდინარე. გვაქვს 9 ობიექტი. ცალკე კიდევ გვაქვს ყველის ქარხანა წალკაში, ჩვენ თვითონ ჩვენ ყველს ვაწარმოებთ. ეს გვაქვს ჯიქიაზე ცენტრალური, სადაც აქ უფრო საკონდიტრო ნაწარმი აქ მზადდება. შეკვეთი სადიზაინრო ტორტებიც აკეთდება. ეხლა თქვენ თვითონ ხედავთ კიდევაც ამას. უშუალოდ სამზარეულო და საცხობი არის ადგილზე და კიდე ეხლა ამ წელს გეგმავთ 2 ფილიალის დამატებას. ძალიან რთული საქმეა, ეს არ არის ესე მარტივი, იმიტომ რომ დროსაც მოითხოვს გემოვნებას, რა თქმა უნდა, ეხლა ხედავთ, რომ დამკვეთმა მოხდა ესეთი შეკვეთა, ხო? ამას ეხლა ჩვენ მერე ვხატავთ, მერე სათითაოდ კეთდება, ეს იძერწება, ეს ყვავილები, მერე ხდება დაფერვა. ძალიან დიდი დრო უნდა და მინდა გითხრა, რომ აი როდესაც ჩამოყვავს ხოლმე საზღვარგარეთიდან სპეციალისტები ამ დარგში, აღფრთოვანებულები რჩებიან და მინდა გითხრათ, რომ არავიზე ნაკლები დონის სპეციალისტები ჩვენ არ აყვავს. თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ხასიათი და რაც მთავარია, თუ უყვარს შრომა. იმიტომ რომ ეხლა იფიქრო, რომ იცი ეს მინდა, ამას გავაკეთებ, იმის გავაკეთებ, მაგრამ თუ ამას ძალის ხმევა არ დაატანე, მაშინ არაფერი არ გამოგივა. მე მინდა გითხრათ, რომ დიდი შრომის შედეგად აი ყველაფერს ეხლა თქვენ რასაც ხედავთ, არა ეს არის იმდენად დიდი შრომა არის ამაში ჩადებული. მე ვიყავი, იცით როგორ, აი ჩემ თავს სულ ესე წარმოვიდგენდი, როდესაც რაღაც ბნელ ოთახში ხარ და ხელის ცეცებით, რომ რაღაცისკენ უნდა მიხვიდე. ძალიან ბევრი იმედგაცრუება მქონია, ძალიან დიდი გზა გამოვიარე, მაგრამ არ გავჩერებულ ვარ, იმიტომ რომ აი სკარლეტ ოჰარას რო აქ ხო იცი, ხვალ მაინც უფრო კარგი დღე იქნება. აი ფიქრობდი რომ ხვალ უფრო რაღაცებს უფრო განვითარდა კი, ამის გარეშე შეუძლებელია. და მე რა თქმა უნდა რომ ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, აი შვილები უკვე ძალიან დამიდნენ გვერდით და ეს მაინც არის უფრო ოჯახური ბიზნესი. ბევრს უნდა რომ ჩამოვიდეს, ისწავლოს, ძალიან მოსწონთ. ეხლა ხო იცი უკვე სოციალური ქსელი ისეთია, სადაც არ უნდა იყო, ყველგან უკვე ხელმისაწვდომია და რა თქმა უნდა ძალიან მოსწონთ. ჩემი მეგობრები მერე მირეკავენ, ნატო როდის იქნება ეს, ხო შეიძლება რომ ჩამოვიდეთ. აი იცი რა არის, მაგიტომ უფრო გვინდოდა, იმიტომ რომ ეხლა მიზნად ეგ არ ქონდა ნამდვილად ასახული, რომ ეხლა მაინც და მაინც და გვეფიქრა ეს ეხლა ეგ არ არის სიმართლე, მაგრამ იცი რა არის, მე თვითონ ჩემდა მოულოდნელადაც რომ ესეთი ზაობა იყო იქიდან რომ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ უყურებენ და თქვენ რა იმას შედევრებს ქმნით, ხო იცი, მაინც ყველას უნდა რომ რაღაცნაირად კონდეს ამასთან შეხება და მე ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ალბათ ისეთი პროგრამებიც გვექნება, რომ ვასწავლოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ. ეხლა იცი რა არის, ხო შეიძლება რომ ან კონდიტერი ან დიზაინერი არ გამოვიდეს, ეხლა რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მაინც მისთვის მაინც ძლიერი ეკონომიკით უფრო მეტი რა თქმა უნდა მაგათაც უფრო მეტი სურვილი ექნება ჩვენთან ურთიერთობის ინტეგრაციის და ასე შემდეგ. შენს რეალობას და შენს წარმომავლობას თუ ან სადაც გაიზარდე, იმას ვერ გაექცევი. ეს მთელი შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და რა თქმა უნდა, ეხლა რა ჩვენ გამოვიარეთ
მე უკვე იცი როგორ ხდება თურმე ესე რა ვიცი ჩემ შემთხვევაში ესეა რომ ეს რაღაც კონკრეტიკაზე კი არა ისახება თითქოს უფრო რაღაც დიდება შენი ტკივილი ყოველთვის მიფიქრია და ვამბობ აი რო იყოს ხო იცით მე ხლა შეიძლება ესე სენტიმენტალურად გამომივიდეს მაგრამ დაბრუნდება რომ იყოს აი იმ დღესვე წავიდოდი იმიტომ რომ ჩვენთვის ეგ მაინც ძალიან სენსიტიური და უფრო ესეთი სხვა თემაა სხვადასხვა ქუჩებშია ქალაქებში იქნება მე ნუ ნახოთ